ის მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორია. გიორგის მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ გვერდებით პირდაპირ ეთერში. მოდით გაგრძელებებზე ვიდრე ვიტყვით რამეს, თქვა თავდაპირველად ეს რა ტიპის გეგმა იყო, ეს 28 პუნქტი, რომელზეც როგორც ამბობენ, ან გადაწერილია, ან დიდი არაფერი დარჩა მისგან, მინიმუმ ვიცით, რომ 19 პუნქტზეა დასული. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ეს თავდაპირველი გეგმა იყო, ასე ვთქვათ, ესეთი მუშა დოკუმენტი, რომელიც მიუხედავად სპეკულაციებისა, რომ ეს, ვთქვათ, იყო ხო ისიც გვესმოდა, რომ ამერიკელებს არ დაუწერიათ, გაირკვა ხო, რა თქმა უნდა, ეს ამერიკელების დაწერილია, მათ მოისმინეს რუსეთის პოზიციაც, მოისმინეს უკრაინის პოზიციაც და წარადგინეს ეს 28 პუნქტი, რომელიც, აღშფოთება გამოიწვია უკრაინაში. თუმცა ეს მიანიშნებდა იმას, რომ, ვთქვათ, სასტარტო პოზიციებს, ან ამერიკის თავრობა რას მიიჩნევს, რომ მინიმუმ როგორც მისაღებს სასტარტო პოზიცია, რომელიც შეიცვალოს, მაგრამ იმდენად მიუღებელი არ არის, რომ მისი, თქვათ, ჩაწერა არ შეიძლებოდეს. ამიტომ ამ მხრივ ერთგვარად, ასე ვთქვათ, მოსინჯვა ნიადაგის და ასე ვთქვათ, ადმინისტრაციის განწყობების გასაანალიზებლად საინტერესო დოკუმენტია, ხო? ხა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პუტინის სურვილების დოკუმენტია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ეს ამ დოკუმენტის შეფასება გამომდინარეობს იმ მომავლის ხედვიდან, თუ როგორც ტრამპი იძახის, მომავალი არის, რომ უკრაინა მეტ და მეტ მიწას დაკარგავს და წააგებს და მარცხდება, მაშინ ეს არის კრიზისის და ზიანის მინიმიზაციის დოკუმენტი. თუ მომავლის ხედვა არის, რომ შემდეგ 2 წელიწადში სანქციები უფრო და უფრო გაუარესებს რუსეთს მდგომარეობას, რუსეთი ვერ შეძლებს საფუძვლიანად წინ წაწევას დონეცკში, რასაც 4 და 5 წელი ჭირდება და ეს არნახული სისხლის და რესურსების ფასად დაუჯდება, მაშინ ეს შეიძლება მივიღოთ როგორც რუსეთის სასარგებლო დოკუმენტი. კაპიტულატური დოკუმენტი თუ ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში გააჩნია, რა ხედვა არსებობს, ხო? ამაზე პასუხი არის მომავლის ხედვა, ხო? იმიტომ რომ თუ როგორც ტრამპს არ დაუმალავს გჯერა, რომ რუსეთი უფრო და მეტ გამარჯვებას მოიპოვებს ბრძოლის ველზე, მაშინ ეს არის რუსეთის შეჩერების დოკუმენტი, მაგრამ თუ გჯერა, რომ შემდეგ 2-3 წელიწადში უფრო რუსეთს გაძვრება სული ვიდრე უკრაინას, მაშინ ეს არის, ასე ვთქვათ, ამ მომენტში, ვთქვათ, უფრო ხელის გაწვდენა რუსეთისთვის. ანუ ყველაფერი არის მომავლის ხედვაზე და მომავლის შეფასებაზე. მომავლის ხედვა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ და რეალისტურ მოცემულობებს. ეს მოცემულობები ახლა საითკენაა, რომელი ხედვის უპირატესობას უფრო ამტკიცებს? რა გვაქვს ჩვენ ახლა ფრონტის ხაზზე, ხო? რასაც ჩვენ გაზეთებში ვკითხულობთ, ეს არის გამოფიტვის ომი, სადაც რუსეთი ნელა ტაატით თუმცა რაღაც ადგილებში წინ მიიწევს, ხო? არის ცოცხალი ძალის ნაკლებობა როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში. რუსეთს არ უნდა მობილიზაციის გამოცხადება, იმიტომ ეს მისთვის პოლიტიკურად ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება, რაც არ უნდა ავტორიტარული უნდა იყოს ქვეყანა, ეს რაღაცა შიდა მოსახლეობის რაღაც ინტერესებს უნდა უწევდეს ანგარიშს. მეორე მხრივ, ასე უკრაინისთვის წარმოუდგენელია ის ქალაქები, ის გამაგრებული რაიონები, რასაც რუსეთი 3 და 4 წელიწადი ვერ იღებს და კიდე და 3 და 4 წელიწადი დასჭირდება აღებას, რომ ასე უცებ ევაკუირდეს და ეს არის მთავარი, ანუ იქ ხა ჯარის რაოდენობა შეიძლება იდაო, აქ კითხვა არის, რომ მშვიდობიანობის დროს ახლა კიდე 600,000 კაცს, რომელსაც წინა ვარიანტში უტოვებდნენ, ამ 600,000 კაცს კიდე შენახვა ჭირდება და ანუ რესურსები და ანუ ჯარის ზედარიცხოვნობაზე კიდე შეიძლება იდაო, მაგრამ თავარი თქვათ ესეთი სადავო საკითხი ალბათ არის ის, რომ პუტინი არ გააჩერებს სამხედრო მოქმედებებს, სანამ არ მოხდება ან დონეცკის რაიონის რუსეთის ჯარის მიერ დაკავება, ან რასაც იტყობს, რომ მოხდეს უკრაინის არმიის ევაკუაცია. წარმოუდგენელია, რომ მინიმუმ დონეცკის ოლქის სრულიად აღების გარეშე პუტინმა სამხედრო მოქმედებები გააჩეროს. შესაბამისად, ეს არის ყველაზე რთული საკითხი, იმიტომ რომ დანარჩენი უკრაინის ნატოში გაწევრიანებას უკრაინა ჩაწერს თუ არა კონსტიტუციაში, რაც რუსებს უნდათ, ხო? მეორე მხრივ, თუ თავად ნატო აიღებს, თქვათ, ხო, ამ ვალდებულებას, ან რაღაცა აქ ბევრ საკითხში შეიძლება რაღაცა მოიძებნოს, მაგრამ მთავარი საკითხის ფრონტის ხაზი და დონეცკის ოლქი, იმ დანარჩენ ოლქებში პუტინი მზად არის, რომ სადაც ხაზია, იქ გაიყინოს.
შესაბამისად ეს იქნება მთავარი პრობლემატური საკითხი. კი ბატონო, არმიის რაოდენობა და ალიანსებზე ლიმიტი, ფიქრობ თუ არა, რომ ეს მაინც შეიძლება რაღაც პარალელური თემა იყოს და მთავარი წინააღმდეგობის ხაზი სწორედ გადის, რუსეთს უნდა დონეცკი და ლუგანსკი, მათ შორის ის ნაწილები, რომელიც არაუღია ახლა ყირიმთან ერთად და დანარჩენი ფრონტის ხაზის გაყინვა და და უკრაინისთვის ეს არის, ესე ვთქვათ, მთავარი წითელი ხაზი. სტეფანჩუკმაც დაწერა ცოტა ხნის წინ, შეიძლება ის არ არის პრეზიდენტი, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეა უკრაინის, ამბობს, რომ უკრაინის ტერიტორია სამართლებრივად რუსეთის ნაწილად აღიარება არ მოხდება. აი, როცა ამბობენ, რომ შევადგინეთ ახალი დოკუმენტი, სადაც უკრაინის სუვერენიტეტი უფრო გათვალისწინებული და დაცულია, ალბათ ეს არის მთავარი გადამწყვეტი თემა ამ ვითარებაში და არა, ვთქვათ, არმიის ზომაც კი არ არის ამ დონის. ხო, დავიწყოთ იქიდან, რომ თავდაპირველი 28 პუნქტიც ითვალისწინებდა საკმაოდ უცნაური ჩანაწერი იყო დე-ფაქტო აღიარება. რას ნიშნავს დე-ფაქტო აღიარება? დე-ფაქტო დღესაც რუსეთი აკონტროლებს მაგ ტერიტორიებს. არც თავდაპირველი ჩანაწერი არ მოიცავდა დე-იური აღიარებას. შესაბამისად, დე-იური აღიარება არ მოხდება, ეს არც წინა ჩანაწერში იყო და არც ამ ჩანაწერშია. მოხდება ალბათ ფაქტის აღიარება, რომ ხა იმიწევს რუსეთი აკონტროლებს და არ არის ძალა, რომ იმიწებიდან რუსეთის არმია განიდევნოს ამ წუთისთვის, ეს ერთი. რაც შეეხება ნატოს. ხო, რუსები ითხოვენ ალბათ, რუსები ერთის მხრივ და ეს 28 პუნქტში ეწერა, რომ თავად ნატომ უნდა იყოს ვალდებულება, რომ არ გაფართოვდეს, როგორც რუსებმა უნდა აიღონ ვალდებულება, რომ მეზობლებს არ დაესხმებიან და მეორეს მხრივ ითხოვენ, რომ უკრაინამ თავის კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის ნატოსკენ არ მიისწრაფვის, ხო? აქ რამდენიმე საკითხია, ხო, შეიძლება ამის თქვა, ანუ უკრაინას არ მისცეს ვალდებულება და ნატო თუ აიღებს ვალდებულებას, რომ უკრაინას არ იღებს, რაც დღესდღეობითაც რეალურად ესეა, ხო, ფაქტია. შეიძლება ახლა უკრაინას საერთოდ არ მოუწიოს კონსტიტუციის შეცვლა, თუმცა აქ ასევე არის საკითხი რუსების მაქსიმალისტური მოთხოვნები, იმიტომ რომ აქ ხო მარტო ის არ არის რეალური, თორე რეალურად უკრაინასაც 2022 წელს არ იღებდნენ ნატოში, ხო, მაგრამ კაცმა ომი დაიწყო. შესაბამისად, ნეიტრალიტეტი ჰქონდათ საერთოდ არ იღებდნენ კი არა, თავად უკრაინას ჰქონდა ჩანაწერი პირველი 2014 წლისთვის, რომ ხო, ანუ ეს რეალურად ხო რას ითხოვს რუსეთის პრეზიდენტი, რომ მისი თქვა ისტორიული ხედვიდანაც, რომ ეს იყო რაღაცა, ეს არის რუსეთის თანაზიარი სახელმწიფო ერთი ერივართ, როგორც თვითონ იძახის და დღეს აქ მიქმნით თქვენ ანტირუსულ სახელმწიფოს და ნატოში აწევრიანება ხო უბრალოდ ინსტრუმენტია, თორე იქ ჩაიწერება არ გაიწერება, ანუ იჭრებით ჩემს სფეროში, ასე ვთქვათ, აქ უკრაინის მიერ აქ ნატოში არ გაწევრიანების აღიარებაც იქნება მისთვის ეს, რომ ვთქვათ, დასავლეთს არ შემოუშვებ უკრაინაში, ხო? ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ამ საკითხის ესე ვთქვათ, ისეთი ვიწრო პოლიტიკური ანალიზი არის, რომ ვთქვათ, უკრაინა არ აიღებს ვალდებულებას, ან არაფერს არ შეცვლის კონსტიტუციაში და დასავლეთი აიღებს ვალდებულებას. ხო, როგორც ტერიტორიებზე, ხო, საერთოდ ამ ტერიტორიებზე არავინ არ ამბობდა, რომ იყო იმ თავდაპირველშიც იყო დე-ფაქტო, რაც ძალიან ისეთი დეფინიცია არც ვიცი რას ნიშნავს დე-ფაქტო აღიარება, ეს მისი რუსეთის თვის დე-ფაქტო აღიარება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს შეიცვლება, რაც შეეხება არმიას, ხო, უნდა ესეც გვესმოდეს, რომ ომის დაწყებისთვის უკრაინას დაახლოებით 200,000-იანი არმია ჰყავდა. დღეს როგორც თავად იმ აქსიოში ეწერა, დაახლოებით 850,000 კაცი ჰყავს. დიახ, გისმენთ, დიახ. და უტოვებდნენ 600,000. თქვათ იმ შეთანხმებით. ეხლა თქვათ ესეც რომ მოიხსნას, აქ კითხვა არის მარტივად რომ ხა მშვიდობიანობის დროს რეალურად რამდენი კაცის შენახვა შეუძლია უკრაინას და შეიძლება სრულიად ყოველგვარი არმიის ზედა ლიმიტების გარეშე ისედაც თქვათ 600,000 კაცი გამოუვიდეს უკრაინას, იმიტომ რომ ხა მაგაზე მეტის უბრალოდ შენახვა ჭმევა აღჭურვა ისედაც ძალიან რთულია ომიანობის დროს თუ 850,000 კაცი ყავს. შესაბამისად არის საკითხები, რასაც გვერდს მოუვლი, თუ არის ამის სურვილი, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა ამ რუსეთ-უკრაინის ომში დიპლომატიურ, თქვათ, პერიპეტიებში ყოველთვის ჩვენ ხედავთ რას, რომ ორივე მხარე ცდილობს, რომ ბურთი მეორე მხარეს გადაიტანოს და მეორე მხარეს დაბრალდეს, თქვათ, მოლაპარაკებების ჩასვლა. შეთანხმების ჩაშლა. ამ შემთხვევაში უკრაინელები, თქვათ,
ესე ჭკვიანურად მოიქცნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა ეს დოკუმენტი არ მოეწონათ, არ განმეორდა ეს თებერვლის ფიასკო, ისტერიკები და ჩხუბი, ამის მაგერად იყო რომ მივიღებთ, მოვილაპარაკებთ და აი ჟენევაში რაღაცა მოვილაპარაკეს. ეხლა ბურთი რუსების ხარეზეა და ნახოთ რუსები რას იზამენ, რა დონეზე უარყოფენ, მაგრამ გონია რომ აქაც იქნება ეს დიპლომატიური ესეთი ჩახობი დროის გაწელვის ან რაღაცნაირად რაღაც არ შეწერის, ჩაშლის პროცესის ჩაშლის არ შეწერის, ეს თქვა ცოტა უფრო ჟარგონულად რომ ვთქვათ. ხო, იწვიან რომ აი ჩვენ ესე პირველად გეგმას ვეთანხმებით აქ ევროპა ხელს გვიშლის ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაბამისად ნახოთ ხა რუსები რას იტყვიან, ალბათ რა თქმა უნდა რუსები თავიანთ მაქსიმალისტურ გეგმებს წარადგენენ, რაც ასევე ალბათ რაც მესიჯსაც თქვა რუსები ამერიკელებს უგზავნიან, აგრეთვე ჩვენ მზად ვართ ვიომოთ, ხო? არ იქნება დონეცკის ოლქის ევაკუაცია. თავად ტრამპმაც ასეთი რამ თქვა, თუ არ მიიღებენ ამ წინადადებებს, მათ შეუძლიათ უკრაინასთან დაკავშირებით იყო მისი ეს კომენტარი იომონ ბოლომდე. იომონ ბოლომდე და ალბათ რუსები ამ მესიჯს უგზავნიან, რომ ჩვენ მზად ვართ ვიომოთ თუ თქვენ არაიძულებთ უკრაინას და ევროპას რომ მიიღოს ჩვენი წინადადება. შიდა პოლიტიკურ კორუფციული სკანდალი იქნა თუ არა აღქმული ასევე ანალიტიკურ წრეებში შტატების, როგორც გარკვეული ზეწოლა ზელენსკიზე, რომელიც უფრო მოწყვლადი უნდა გამხდარიყო წესით აი ამ შეთანხმებების წინ. ხო, ну არის ეს ლაბა ხა კონსპირაციაში რამდენად ნაბუს ახლა პირდაპირ ამერიკელები აკონტროლებენ და ეს პირდაპირ მესიჯი იყო, ხა მე ამაში არ შევადგენ, რომ უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ ის რომ დაემთხვა და ეს არის დიდი დარტყმა ზელენსკის იმიჯზე, მის ადმინისტრაციაზე, იმ ევროპელების სურვილზე, რომ ფული გამოყვონ უკრაინისთვის და ასე ორბანის და უფრო უკრაინისადმი სკეპტიკურად განწყობილი მთავრობების აღჭურვ არგუმენტებით, რომ ჩვენ ვაფინანსებთ კორუფციულ ორმოს, სადაც ეს ფული უბრალოდ იყრება და რაში ვიხდით ფულს და ასე შემდეგ, ფაქტია, რომ ეს ესე დალაგდა. დანარჩენი ახლა ეს იმიტომ გამოაგორეს, რომ ზელენსკიმ ეს შეთანხმება მიიღოს თუ არა, ეგ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით და ამერიკას კორუფციულ სტანდარტზე უფრო დიდი ბერკეტები აქვს, ასე ვთქვათ, ზეწოლის, ეს არის იარაღის მიყიდვა, ეს არის მიცემა მიყიდვა, ეს არის სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლა და ასე შემდეგ. კი ბატონო, დაველოდოთ რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას, წამში ერთხელ მოდის ახალი კომენტარი ამ თემაზე. მადლობა გიორგის.